ცოტა განსხვავებულ ფორმატში მოგვიწევს გლობალურად ცხადია მაუწყებლობა, იმიტომ რომ ეს როგორც მოგეხსენება 15 საათზე გაფიცვა არის და შესაბამისად ჩვენ გადაცემის მორიგ ბლოკში გვექნება ერთგვარი ეკონომიკური ანალიზი არსებულ სიტუაციიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა არსებულ სიტუაციას ეკონომიკურ პარამეტრებთან დავაკავშირებთ და ჩვენი ბიზნეს ანალიტიკოსი გიგა თვაური უკვე ემზადება ეთერში შემოსასვლელად ძალიან საინტერესო ანალიტიკით და რამდენიმე წუთში მალე ძალიან უკვე გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ეკონომიკური ანალიზი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური турბულენციის ჭრილში და აქედან გამომდინარე დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატით მოგვიწევს ეთერში ყოფნა. თუმცა გადაცემას დავიწყებთ ჩვენი პარტნიორის მდელ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებული რუბრიკით, რომელიც ქალების უფრო მეტ ინტეგრაციაზე არის აგებული ეკონომიკურ პროცესებში და ზოგადად ამ ყველაფრის როლის კიდევ უფრო დადებითად პოზიციონირებაზე არის მთლიანად აგებული ეს პროცესები და ძალიან მიხარია რომ ეს რუბრიკა ჩვენს გადაცემაში არსებობს. ლიდერ ქალთა საზოგადოების ეგიდით მომზადებულ რუბრიკას დღეს ბატონი ვაკო ყორღანაშვილი წარუძღვება, რომელსაც ძალიან საინტერესო სტუმარი ეყოლება პირდაპირ ეთერში. ვაკო, მოგესალმებით გემშვიდობის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და დიდი მადლობა რომ ძალიან საინტერესო კონტენტით და სტუმრებით წარსდგებით. უკვე 2025 წელს ჩვენს ეთერში და ამ წელს ეს თქვენი მეორე ვიზიტი არის ჩვენს გადაცემაში. წინა კვირაში თქვენ გიგათვაურის ეთერში იყავით, ძალიან საინტერესო ეთერი გამოგივიდათ ნამდვილად. ვაკო, მოკლედ არ უდგინოთ ჩვენს მაყურებელს უკვე დღევანდელი თქვენი რუბრიკის სტუმარი, გისმენთ ყურადღებით. ბატონო, ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი არის მელანა გვენეტაძე, რომელიც არის ინსპირაცია ბევრი ადამიანისათვის და რომელიც ხშირად ცნობილი არის სახელად როგორც მელანია, რომელსაც აქვს სხვადასხვა საქმიანობები, არის ძალიან მრავალფეროვანი ქალბატონი და სხვადასხვა კარიერაში მოგვაწევს უკვე 15 წლიანი კარიერული გამოცდილება აქვს მას, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან ბევრი ადამიანისათვის შთაგონების წყარო, мотивация ძალა და რომელიც დარწმუნებული ვარ რომ მელანა თავად უკეთესად გაგვაცნობს თავს. მოგესალმებით მელანა. მოგესალმებით და სანამ გააგრძელებთ საუბარს, ჯერ 20 იანვარი არ ყოფილა დონალდ ტრამპის ინაუგურაცია და ჩვენთან უკვე მელანია არის უბრალოდ. ეს უკვე ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. მოგესალმებით, ძალიან მადლობა თქვენ დროისთვის. მოგესალმებით, უხმესი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. გილოცავთ 2025 წელს, გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ წელს პირველ რიგში. რაც შეეხება საკუთარ თავზე საუბარს, ბევრი საუბარი ცოტა მეუხერხულება საკუთარ თავზე, მაგრამ ვილაპარაკებ ყოველ შემთხვევაში ჩემს საქმიანობაზე ზოგადად. მე ვარ, ესე იგი, მცირე ბიზნეს ვეწევი, 12 წელზე მეტია, რაც საკუთარი ესთეტიკის ცენტრი მაქვს. გავიარეთ ბევრი გამოწვევა, ბევრი პრობლემა, იყო რაღაც დაბრკოლებები, რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში, მაგრამ არასოდეს არ გვიფიქრია დანებებაზე. სწორედ ამიტომ მე ვთვლი, რომ ყველა ნებისმიერი დამწყები ადამიანისთვის, ვინც ახლა იწყებს ბრძოლას, საქმიანობას, ჩვენისთანა ქალბატონები ვართ მაგალითი და мотиваცია, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ. აუცილებლად თან აქვთ მომენტად ისიც რომ მელანია მოგვაწევს ქალაქ ქუთაისში აქვს საკუთარი ბიზნესი, როგორც კი აღნიშნა მან და მეც აღნიშნა 15 წელი მოგვაწევს ამ სფეროში და ბევრისათვის მე გამიგია ბევრი ადამიანისგან ის რომ ის არის ხშირად ადამიანების мотиваცია იმ მხრივ რომ რაიც აღნიშნეს რომ ის გამოწვევები, ის სირთულეები რაც ხდება ჩვენ ყოველდღიურობაში სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობებში, თუმცა ადამიანის შეუძლია რომ ეს დაბრკოლებები გადალახოს სხვადასხვა მხრივ, სხვადასხვა კუთხით, შეხვდება ხოლმე ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ვიცი მელანია რომ შენ გაქვს ძალიან ბევრი ხარ ბევრისათვის მისაბაძი ადამიანი ხარ, თუნდაც ინსპირაციის წყარო, შთაგონების წყარო და ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როცა ჩვენ ადამიანებს გვაქვს უნარი იმისა რომ სხვებისათვის ვიყოთ თუნდაც ძალიან პატარა მინიმალური მაგალითის საკუთარ სიმბოლო, ეს არის ძალიან კარგი. გამოწვევებთან დაკავშირებით რას გვეტყვი მაგალითად, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენ ყოველდღიურობაში, არ არის მარტივი, იყო ქალი, იყო ძლიერი, დამოუკიდებელი და შეგეძლო სხვადასხვა სირთულეების გადალახვა, ინსპირაციის წყაროზე რაც გვეტყვი შენსაც. კი ბატონო. პირველ რიგში მე ვთვლი რომ არასოდეს რაღაც ეტაპზედაც კი თუ კი შეიძლება ჩათვალო რომ რაღაც განვითარებას უკვე მიაღწიე, არასოდეს არ უნდა იფიქრო რომ ეს ახლა მე უკვე წარმატებული ვარ და რაღაცა მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს საკუთარ თავს. ყოველთვის თუ კი ჩათვლი რომ ახლა მე უკვე რაღაც წარმატებას მივაღწიე და ახლა კარგად ვარ
და დანებდები, მოდუნდები, ასე რომ ვთქვათ, იქ წყვეთ განვითარებას. მე ყოველდღიურად აბსოლუტურად ყოველ დღე ზრუნავ განვითარებისთვის, ვიძენ ცოდნას, ასე რომ ვთქვათ, და ვითარდები და ვავითარებ ჩემს საქმიანობას შესაბამისად. იყო ბევრი გამოწვევა ამ პერიოდში, იყო პანდემიის პერიოდი, იყო დიდი კონკურენცია, იყო შემთხვევები, როცა ვფიქრობდი, რომ ვერ შევძლებდი, მაგრამ არასდროს არ დავნებდი და ისიც მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ თავის დროზე ბიზნესი დავიწყე თითქმის შიშველი ხელებით. და ნამდვილად არ იყო მარტივი. და ამიტომ ხარ სიძლიერის და მოტივაციის ძალა და წყარო ბევრი ადამიანისათვის და აქვეაც უნდა აღინიშნოს აუცილებლად არის ის რომ არც მაყურებელმა და არც ძალიან ბევრმა შენმა ახლობელმა თუ გვერდმოყოფმა არის ის რომ შენ ძალიან ბევრ სხვადასხვა მცირე თუ არამცირე პატარა თუ დიდ ქველმოქმედებასაც ეწავი და რისთვისაც მე პირადადაც მინდა ამისათვის მადლობა გადაგიხადო და რას ხვეტყვი ამასთან დაკავშირებით ესეც არ არის მარტივი რომ შეგეძლო ადამიანს თუნდაც პატარა ქველმოქმედების გაკეთება ამასაც პირადად შინაგანი მოტივაციიდან გამომდინარე ძალიან დიდი ინსპირაცია სჭირდება. დიახ, ქველმოქმედება განსაკუთრებით სენსიტიური თემაა და მე ვთვლი, რომ ცოტა სულ უხერხულობის მომენტი მაქვს ხოლმე ამ თემაზე ხმამაღლა საუბრის დროს. არ არის ეს ანუ ამის აფიშირებაც არ მგონია მართებული, ასე რომ ვთქვათ, უბრალოდ მე ვთვლი, რომ რაღაცას განსაკუთრებულს ნამდვილად არ ვაკეთებ, ვარ იქ, სადაც ადამიანებს ვჭირდები. მე არ შემიძლია ვიყო გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ. ელემენტარული ხო ნებისმიერი ადამიანი ეს სოციალურ ქსელში რომ ვნახო, რომელსაც დახმარება სჭირდება, რატომღაც საკუთარ თავში ასე მგონია რომ რაღაცა მისია მაქვს დაკისრებული, რომ აუცილებლად თუ შემიძლია რომ ვინმეს უნდა დავეხმარო, აუცილებლად უნდა დავეხმარო. და მე ამისთვის საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავ, ზოგადად ესია ხშირად საკუთარ საქმეს ვაფუჭებ, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ იქ სადაც ადამიანებს ვჭირდები, უპირველესი არის ჩემთვის ის, რომ ვიყო იქ სადაც მათ ვჭირდები. ხარ შთაგონების შუქურა. ძალიან კარგია. სამომავლო მიზნებთან, სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას ვეტყვი, იმიტომ რომ ვიცი მე რომ ძალიან ბევრი კარგი მიზანი და გეგმა გაქვს. რა თქმა უნდა, უფრო მეტი განვითარება წინ სულა, არც ერთი ნაბიჯი უკან. ვაპირებთ გაფართოებას, რა თქმა უნდა, ბიზნესისას და უფრო მეტ საზოგადოებრივ აქტიურობას, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, ძალიან სასიამოვნო და მოდი აქ ჩვენს მაყურებელს ვეტყვი, მაგალითად, ჩვენ 2025 წელს ინტერნეტ საზოგადოება ხვდებით სიახლეებით, გაორმაგებული ძალით, ახალი ინსპირაციით და მაყურებელსაც ცნობილი რომ იყოს, მაგალითად, 18 იანვარს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გასული წლის შეჯამება, სადაც წარვადგენთ ჩვენს საზოგადოების წევრებთან ერთად და შეგვიძლია უცხოპირების დასწრებაც თუ სურვილი ექნება და ცხადია, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ უშუალოდ გასულ წელს, მაგალითად 2024 წლის განმავლობაში ინტერნეტ საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტები, აქტივობები, ღონისძიებები, ქველმოქმედება იქნება, ეს ტრენინგი იქნება, ბიზნეს ტური იქნება თუ ასე შემდეგ, სადაც მაგალითად გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ წარმოვაჩინოთ ჩვენ გასული წელი, შევაჯამოთ და ის სირთულეების გამოწვევები მაგალითად გაუზიაროთ ერთმანეთს, რომ სწორედ ეს ნეტვორკინგის შესაძლებლობა, რომელიც ინტერნეტ საზოგადოებას გვაქვს, წარმოვაჩინოთ, გამოვიყენოთ და წარმოვადგინოთ. და აქ გვექნება წლის შეჯამება. ასე მაგალითად 24 იანვარს ჩვენ გვაქვს ახალი ღონისძიება, რომელიც დიდი არ იქნება, საერთოდ შედარებით საშუალო მასშტაბის იქნება. სახელწოდება არის წარმატებული ქალების პლატფორმა, რომელიც მოიცავს საქართველოში არსებულ მიმდინარე სხვადასხვა ბიზნესების პრეზენტირებას და ამაში არ მოიფარგლება მხოლოდ რაღაც დიდი მსხვილი ბიზნესი. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მცირე მეწარმეები, მსხვილი მეწარმეები, თუნდაც მაგალითად ძალიან პოპულარული არის ხელნაკეთი ნივთები, სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა ხელნაკეთობებს, პროდუქცია, პროდუქტები, რაც მზადდება საქართველოში, არა მხოლოდ პროდუქტები, ასევე მომსახურება და ეს იქნება არა მხოლოდ საკუთარი თავის პრეზენტაცია და პრეზენტირება, არამედ ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც ჩვენ მონაწილეობთ აღნიშნეს იმისათვის, რომ გარდა საკუთარი თავის პრეზენტირებისა მოხდეს საკუთარი შესაძლებლობების, საქმიანობების, ბიზნესების თუ სხვადასხვა ნაწილების პრეზენტირება, რომელსაც უწყობთ ჩვენ ლიდერ ქალთა საზოგადოება და ასევე ჩვენ რაც გუშინ გახდა ასე ვთქვათ საზოგადოებისათვის ცნობილი ეს იყო ის, რომ ვაწარმოებთ ასევე ახალ კამპანიას, რომელსაც სახელწოდებაც არის ქალები ერთმანეთისათვის და გვინდა რომ მაქსიმალური ჩართულობა გქონდეს როგორც ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ასევე ჩვენი საქმიანობებიდან, სხვადასხვა ქალბატონებიდან, რომ მაქსიმალურად დღევანდელ რთულ პირობებში და დღევანდელ რთულ ბიზნეს სამყაროში მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, მაქსიმალურად გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა, ჩვენი
გამოცდილება ჩვენი შეხედულებები თუნდაც ძალიან მცირედი და თუნდაც მაგალითად ძალიან ელემენტარული, იმიტომ რომ მაგალითად როგორც ეს ყავს მაგალითად მელანიას სახით, ეს არის ის რაც აუცილებლად ყველა უნდა იცოდეს, ის რაც აუცილებლად ყველა მაგალითად უნდა შეძლოს ამ ყოველთვის ინტერპრეტირება, წინ წარმოჩენა, წარმოდგენა რომ მაგალითად რა უნარი გვაქვს ერთ ადამიანს და ჩემი მაგალითად საყვარელი ცდა არის ერთი ადამიანის უნარი შეცვალოს სრულიად სამყარო, რაც მაგალითად მელანიაზეც ზუსტად ასე აისახება თავის საუბრიდან გამომდინარე, რომ ჩვენი შესაძლებლობებით ადამიანებს შეგვიძლია ის, რომ შევცვალოთ არა მხოლოდ ჩვენი ყოველდღიურობა, არა მხოლოდ ჩვენი ბიზნეს ლანდშაფტი, არა მხოლოდ მაგალითად ჩვენი საქმიანობა, ასევე ერთი ადამიანის უნარი არის სწორედაც ეს, რომ შევცვალოთ ძალიან ბევრი რამ, რაც არის ძალიან დიდი საშუალება, შესაძლებლობა, რომელსაც მაგალითად ლიდერ ხალხის საზოგადოებასთან ერთად არა მხოლოდ მე, არა მხოლოდ მელანია, არამედ ჩვენი საზოგადოების წევრები ამას ყოველდღურად ვამტკიცებთ ერთმანეთს, ხადია კარგის მხრივ, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან ბევრი ძალიან კარგი სასიკეთო საქმეების კეთება. რა შთამბეჭდავი გამოსვლა იყო? კარგი იყო, ბაკო, ნამდვილად, სხვადასხვა ჩვენ ერთ-ერთ წინა ეთერში ქალბატონ ნათიასთან ვისაუბრეთ დეტალურად იმ სამომავლო გეგმებზე, სხვადასხვა ძალიან კარგი ეთერი გამოგვივიდა, როდესაც 225 წელი დაიწყო. ზუსტად აი ამ გამოწვევებზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა მე შემიძლია გითხრათ თამამად, რომ მთელი ჩვენი გუნდი იგულეთ თქვენს გვერდით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ქართული ეკოსისტემის განვითარებისთვის და ზოგადად მეტი ქალი ქართულ ბიზნესში. მოდი აი ამ სლოგანით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი რუბრიკა. ძალიან დიდი მადლობა ვაკოს საინტერესო აქცენტებისთვის, ძალიან დიდი მადლობა მელანოს ძალიან საინტერესო საუბრისთვის და საკუთარი თავის და საქმიანობის პრეზენტირებისთვის.